სალამი, მოგესალმებით ყველას. დღეს შევეცადოთ გავეცნოთ vape ტერმინოლოგიას. მაგალითად, ეს არის vape მოწყობილობა და ამ მოწყობილობას აქვს რამოდენიმე ნაწილი. ამ ნაწილებს ყველას აქვს თავისი დასახელება. ახლა რაში გვჭირდება ეს დასახელებები და ეს ტერმინოლოგია? როდესაც ჩვენ ვუყურებთ ნებისმიერ ვიდეოს vaping-ის თემატიკაზე, იქ ყოველთვის იქნება ნახსენები ეს ნაწილები თავისი ტერმინოლოგიით. და თქვენ თუ არ იცით, რომელ ნაწილს რა ეწოდება, გაგიჭირდებათ იმ ვიდეოს აღქმა. ეს არის და ეს მეტი არაფერი. ეს არის vape მოწყობილობა, ანუ vape რასაც თქვენ ეძახით და ეს არის სრული კომპლექტი. ანუ drip ტიპი, atomizer-ი, box mode. და აი აქ მინდა შევჩერდეთ და განმარტო, რომ აი ეს არის vape მოწყობილობა. vape მოწყობილობა არის ეს. არა ეს, არა ეს. არც ეს და არც ეს. vape მოწყობილობა არ არის ყველაფერი, რასაც ორთქლი გამოსდის. არის სხვადასხვა ტიპის atomizer-ები, ასევე მოდები, ასევე drip ტიპები. შესაძლებელია გონდეს სხვადასხვა ფორმა. ერთი არის უცვლელი. უნდა იყოს მოწყობილობა, რომელსაც აქვს დენის წყარო, atomizer-ი და drip ტიპი. და ამას ყველაფერს ცალ-ცალკე ვიდეოში განვიხილავთ, რადგან ერთ ვიდეოში ამ ყველაფერს ვერ დავადებთ. atomizer-ები არის სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა დანიშნულების და ესენიც შედგება სხვადასხვა ნაწილებისგან. მაგალითად, დავიწყოთ drip ტიპით. drip ტიპი შეიძლება შეგვხვდეს მთლიანად შუშის, კერამიკის, მეტალის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში drip ტიპი არის კომბინირებული. გადავიდეთ atomizer-ს. მოხსნათ atomizer-ი და ვხედავთ ხრახნს. ანუ ხრახნი გვაქვს atomizer-ზეც და მოდზეც. ეს ხრახნი ყველას აქვს ერთი და იგივე ზომის. ანუ ნებისმიერი atomizer-ი შეგვიძლია დავაყენოთ ნებისმიერ მოდზე, რომელსაც აქვს ხრახნი. box mode-ს აქვს fire ღილაკი, პლუს-მინუს ღილაკები და ზოგიერთ მოდს აქვს მენიუში შესასვლელი ღილაკი. ამ დროს პლუს-მინუს ღილაკი არის მენიუში სამოძრაო ღილაკები. ყველა მოდი და ყველა პლატა სხვადასხვანაირად არის დაპროგრამებული. შესაძლოა მენიუში შესასვლელი ღილაკი სულ არ ქონდეს და fire ღილაკიდან იყოს შესაძლებელი შესვლა და ესე შემდეგ სხვადასხვა კომბინაციებით ღილაკებზე დაჭერით. მთავარი ის არის, რომ მოდი არსებობს პლატიანი და პლატის გარეშე, ანუ მექანიკური მოდი. მოდს ვეძახით ჩვენ ამას. მექანიკური მოდი არ არის დამწყები ვეიპერებისთვის, ჯობია საერთოდ არ გაეკაროთ, იმიტომ რომ იქ არის მომენტები, როდესაც შეიცავს საფრთხეს. მაგრამ პლატიანი მოდი არის უსაფრთხო. და პლატიანი მოდის მოხმარება დამწყებ ვეიპერს თავისუფლად შეუძლია. ეს პლატიანი მოდები არის როგორც რეგულირებადი პლატით, ასევე არარეგულირებადი პლატით. მხოლოდ ვეიპი შედგება მოდისგან, atomizer-ისგან, drip ტიპისგან. მხოლოდ და მხოლოდ ამას ქვია ვეიპი. სხვას არაფერს არ ქვია ვეიპი. თუ ავიღეთ პოდს, პოდი არის პორტატული ვეიპი, იქ ყოველთვის უნდა დაემატოს პორტატული ვეიპი, ან პირდაპირ ვეძახით პოდს. არ შეიძლება იმას დავარქვათ ვეიპ მოწყობილობა. ყოველთვის უნდა დავამატოთ პორტატული სიტყვა წინ. ან პირდაპირ თქვათ პოდი. და აქედან უკვე გასაგებია, რომ ეს არის პორტატული ვეიპ მოწყობილობა. სითხეებში განსხვავებაა, პოდის სითხე სხვა არის და ვეიპის სითხე სხვა არის. მოკლედ ძალიან დიდი მასალაა, რომელსაც უნდა გავეცნოთ. ნელ-ნელა დაემატება ამ პლეილისტში, რომელსაც ქვია სახელმძღვანელო და ნელ-ნელა შეძლებთ ამ ყველაფრის ყურებას და იმის გაცნობას, თუ როგორ უნდა მოიხმაროთ ვეიპ მოწყობილობა, ყოველი თავისი კომპონენტით და როგორ ჩადოთ სპირალი, რომელი სპირალი ჩადოთ, როგორი სითხე ჩაასხათ, სად ჩაასხათ, რა რაოდენობით ჩაასხათ და ესე შემდეგ.